და სულისად მივისათა. დღეს დაგესხოს სახარებაში მოყვანილ მაგალითი რომ 9 ნეტარების და 9 ნეტარება ეწება ნეტარი უნდა გლახაკნის სულით რას ისევ გლახაკნის სულით ესე იგი როცა შენ თამდაბლობა გააქვს ამ თამდაბლობის გარეშე ადამიანი როგორია როგორც არის სახლი ქვიშაზე დაშენებული ადვილად დაინგრევა ასევე თამდაბლობის გარეშე რაც უნდა გააკეთო თუ გინდა 24 საათი ილოცე თუ გინდა არ ჭამო არაფერი ნათქვამია ეშმაკზე რომ არ ჭამს არ სვამს არ ძინავს მაგრამ ბროდისულია რატომ ბროდისული იმიტომ რომ ამბარდავნებაში რო იყო ანგელოზი თავარი ანგელოზი ესე იგი მაგას დაერქვა სატანა და ყველა ანგელოზებს ამბარდავნების გამო ანგელოზები ამბარდავნების გამო გახდნენ ბროდისულები ყველა არა ვინც ესე იგი წავიდა ღმერთის წინააღმდეგ ასევე ადამიანში სატანას და ბროდისულების მაგალითი ჩანს რომ ყველაზე საიზღარი ცოდვა ღვთისძინაში არის ამბარდავნება და წამალი რა არის ამბარდავნების საპირისპირო არის თამდაბლობა რაც უნდა იმანხულო ილოცო როგორც თუ ისე 24 საათი რო ილოცო თუ ამბარდავნებაში ხარ არაფერი გეშველება და ახლა რაც მოხდა მოიგეს თამაში ფეხბურთში მე გავიგე რომ რა დღეში იყვნენ ზოგიერთი ესე გულშემატკივრები ქართველები როგორ აგინებდნენ როგორ დაცინოდნენ და აგინებდნენ ესე იგი წაგებულებს ეს რატომა იმიტომ რომ ესე იგი ამ დროს ქართველი ქვია ადამიანს და იმიტომ არის რომ ესე იგი თამდაბლობის გარეშე წარმატებაც კი პირიქით ღუბავს აი ლოცვა და მარხვაც თამდაბლობის გარეშე თუ ხარ პირიქით უფრო გიმატებს ამბარდავნებას თუ თამდაბლობა არ გაქვს და შენ უნდა იცოდე რომ შენი მიზანი ლოცვა და მარხვა კი არ არის და ეს ზიარება კი არ არის მიზანი ზიარება აუცილებელია უნდა გესმოდეს რატო იმიტომ რომ შენი ძალები და სადაც ღმერთი იტყოს ქრისტე უფალი იტყოს ჩვენგან წერიც გიყვარდეს მოთმინებიდან შენითა მოიპოვეს სული შენი დედამიწაზე იმდენი ბროდება რომ შეუძლებელია ეს ბროდება დაეთვინო შეუძლებელია მტერი გიყვარდეს ადამიანური ძალებით იმიტომ რომ ადამიან დაებას დასემის შემდეგ ყველა ადამიანი შემოვიდა ცოდვა როვინათლებით კი ვიბეჭდებით სულიწმიდით მაგრამ ცოდვებისკენ მიდრეკილება რჩება და ვინც ღმერთთან ერთობაშია ის არ ბროდება ხმის ღმერთთან ერთობის გარეშეა ის არის ამბარდავნებაში და ლოცვა და მარხვაც არ შველის ადამიანს თუ ამბარდავნებაშია და პირიქით წარმატებები ეს ფეხბურთი იქნება თუ პირადი ცხოვრება იქნება თუ თანამდებობაც კი ესე იგი პირიქით ესე იგი დამღუპელი ხდება ადამიანისთვის ასევე სიმდიდრეც დამღუპელი ხდება თუ ადამიანი თამდაბლობაში არ არის პირიქით ღუბავს და ადამიანს ზაზუს არ იქნება სიმშვიდე თამდაბლობის გარეშე და ხშირად მოყავს ფროდის შვილის მაგალითი რომ ყველაფერი ვნახეო და სიკვდილი არ მინახიაო და მოიკლა თავი ასევე მე ხო მაგ ესე იგი შეხება ადამიანებთან ვისაც არა მარტო ღარიბებთან არამედ ვისაც ყველაფერი აქვს და ამ დროს ირკვევა რომ სიმშვიდე არ აქვს იმ ადამიანს არაფერი არ აქვს რატო არ აქვს სიმშვიდე იმიტომ რომ არ ესმის ზოგს რატომაა ცოდვილი რო არ გესმის ესე იგი შენში არაა ღმერთი შენ ათეისტი კი არა ხარ ძამს ღმერთის და შენში როცა შემოვა ღმერთი შენ ემსგავსები სავსე პურის თავთავს და როგორი ეს შემოვა ღმერთი კიდე რას ქვია ხარ ტაძარში ხო ვდგებართ აქ სისხლი თუ შემოვიდა ან ოთახში ან ტაძარში ჩვენ ხედავთ ის ნაწილაკებს ასევე გულში თუ ღმერთი შემოვიდა შენ ხედავ შენ სიგლახაკეს ან შენ ცოდვებს არა მარტო გონებით რომ მოდი ჩამოწევს იმას რაც წაეკითხა ხსარებაში რა არის ცოდვები არამედ გული აგიდირდება და გული როცა ადირდება ცოდვების გამო პირადი ცოდვების გამო მე სხვა საზოს არ დაცინებ წარმატება ესე იგი არ ჩაგაგდებს ესე იგი სხვის დაცინვაში
შენ არასდროს არ უწოდებ ადამიანს მოღალატეს კიდევ ვიმეორებ თუ არა ხარ პროკურორი და მოსამართლე იმას თვისგან აქვს დანიშნული მოსამართლეს და პროკურორს ვინ სამშობლოს ღალატავს ან ქურდობს ან ყაჩაღობს ან ბოროტმოქმედია რომ მიუსაჯოს ციხე რომ არ იყოს მავნე სამშობლოსთვის არ იყოს მავნე საზოგადოებისთვის მაგრამ იმ პროკურორს და მოსამართლეს სიძულვით თუ ამოძრავებს პატიმრისადმი მაშინ ის ვერ გადარჩება ნებისმიერი ადამიანი ჩვენც თუ ვინმესადმი სიძულვი გვამოძრავებს სიძულვი სიტყვისებაა სულის თვისებაა შური სიძულვი თუ ასე მოგვდებით ვერ გადარჩები და ეს არის საზოგადოებაში და ეს დამსახურება მასმედიისა სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრების გამო ზოგს ჩილვეთ მეზობლის იმედი აქვს იმიტომ რომ ძლიერი ქვეყანაა ზოგს უფრო მეტად უფრო ქართველების უმრავლესობას იმედი აქვს დასავლეთის ფულისა და ამერიკის სიძლიერისა მაგრამ ვამბობ რომ ფულმა ვერ უშველა ალექსანდრე მაკედონელს სულ 33 წლის გარდაიცვალა ეს თანამდე გამუშველა პირველი პირი იყო და სულ 33 წლისა გარდაიცვალა ასევე იმპერიები იყვნენ და აღარ არიან ამიტომ თუ მოწმეები ხართ უნდა ვიცოდეთ რომ სოდომ გომორის დაწვა წარღვნა ეს რეალობა არის დოკუმენტური ფილმი და შეგიძლიათ ნახოთ ცოდვების გამო ხდება ყველაფერი წართვიმა ტერიტორიებისა დაკარგვა დროებით იქნება თუ სამუდამო თუ არ ვიქნებით სინანულში სამუდამო იქნება ამიტომ ხოთა მოგცეთ სინანულის ზნობა სიყვარულის ზნობა და თამდაბლობა ჩვენთან არც მერტი